მოგესალმებით ძვირფასებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს და გამოვხატავ მადლიერებას იმისთვის, რომ ხართ ამ არხზე ჩემთან ერთად და თვალყურს ადევნებთ საჯარო გაშლებს. მადლობა თითოეულ თქვენგანს უკავშირისთვის, კომენტარებისთვის, ეს ბალანსისთვის გეტყვით, რომ ნამდვილად საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ერთ სივრცეში და რეზონირებადი იყოს უფრო ჩვენი საჯარო გაშლები. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომმართოთ WhatsApp-ზე მითითებულ ნომერზე. მადლობა მათ, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციებზე. მადლობა ნდობისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე კი კლავ თქვენთვის მინდა გავაკეთო პირად ურთიერთობებზე გაშლა უახლოეს მომავალში. რა გელით პირად ურთიერთობაში? თქვენ შეგიძლიათ ჩაუთქვათ დრო 3-დან 6 თვემდე, მეგობრებო, და ვნახოთ. პირველ რიგში სიგნიფიკაციისთვის განვიხილავ თქვენს ურთიერთობას ახლანდელს, რა არის და შემდგომ რა იქნება მომდევნო პერიოდში, განვიხილოთ ის. ნახოთ თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. თქვენი როლი აი ამ ურთიერთობაში, თქვენ ამ ურთიერთობაში, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი აი ამ ურთიერთობაში, პრობლემა, ნახოთ რა არის პრობლემა და რა იქნება უახლოეს თვეებში თქვენს შორის. რა იქნება უახლოეს თვეებში თქვენს შორის. მაშინ ნახოთ ბედნიერება გსურთ, მეგობრებო, გსურთ ორიენტირებული ხართ კომფორტზე, მეგობრებო, ორიენტირებული ხართ ბედნიერებაზე, ორიენტირებული ხართ საკუთარი თავის თვითკმაყოფილებაზე. შეიძლება ეს იყოს კომფორტი, შეიძლება იყოს გარეგნობის გაუმჯობესება. აქ ლიდერი ქალბატონები ხართ აი ამ ურთიერთობაში, თქვენ ხართ ლიდერი და შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს შვილიც კი გსურთ აი ამ ურთიერთობიდან. თქვენ გამარჯვებული ხართ, როგორიც არ უნდა იყოს ეს ურთიერთობა, აი ამ ურთიერთობაში საკმაოდ მიზანდასახული ქალბატონი ხართ, იცით რა და როგორ გინდათ და თქვენ წარმართავთ აი ამ ურთიერთობას. ამ ურთიერთობაში ჯანსაღი ეგოიზმი გაქვთ, დიახ, გინდათ რომ იყოთ ბედნიერები და დიახ, გინდათ რომ თქვენზე იყოს მორგებული ყველა ის სიტუაცია, რაც არის აი ამ კონკრეტულ ურთიერთობაში. აი ამ ურთიერთობაში, მეგობრებო, თითქოს თქვენ ხართ ერთგვარი მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილებს ატარებს მეორე ადამიანს. აქ მეჩვენება შეიძლება ასაკით იყოს თქვენი პარტნიორი თქვენზე პატარა, ან პიროვნულად, ან საქმეში არ იყოს ისეთი წარმატებული, როგორც თქვენ. საკმაოდ ინტუიციური ხართ აი ამ ურთიერთობაში და ზუსტად იცით რის მერე რა იქნება. ქურუმი ქალბატონები ხართ, რომელიც სიტყვიერად დიდად არ გამოხატავთ ურთიერთობაში კომუნიკაციას, არამედ საქმით და ძალიან სიღრმისეულად. თქვენი ქმედება, შესაბამება თქვენს
ახლანდელ განწყობას, ანუ თქვენ სიტყვიერად კი არ გამოხატავთ, არამედ საქმით. თქვენი ადამიანი დიახ, როგორც გითხარით, მეგობრებო, აქ შეიძლება თქვენი ადამიანი ურთიერთობიდან იყოს წასული, ვერ ერკვევა რა უნდა გააკეთოს, თუ ურთიერთობიდან წასული არ არის, მაშინ პაუზაზეა, ან ნაკლებად იხარჯება აი ამ ურთიერთობაში, დაბნეულია და თითქოს არ იცის რა უნდა გააკეთოს. თითქოს პასიურია ეს ადამიანი უფრო. თქვენ ზედმეტად აქტიური ხართ აი ამ ურთიერთობაში, თქვენ გადაყავდათ მუდმივად ეს ურთიერთობა ახალ ეტაპზე, თქვენ გადიოდით გაკვეთილებს და ამ ადამიანსაც თქვენთან ერთად ატარებდით აი ამ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, თუმცა მგონია რომ ამ ადამიანმა აი ამ გაკვეთილებს და თქვენ ცხოვრებისეულ წინსვლას ფეხი ვერ აუწყო. პრობლემა თქვენს ურთიერთობაში რა არის? უცაბედად შეიძლება უცაბედად დაიწყო თქვენი ურთიერთობა, ძალიან ცეცხლოვანი იყო ეს ყველაფერი, აი ძალიან აი ესე უცაბედად აგიზგის და ცეცხლი თქვენ შორის და მუდმივად გსურდათ შეგენარჩუნებინათ აი ეს ცეცხლი აი ამ ურთიერთობაში და პროგრესი განგეცადათ, მაგრამ მეგობრებო, აქ პრობლემა ის არის, რომ ერთ-ერთი თქვენგანი, ალბათ თქვენი პარტნიორი, ამას როგორც ბავშვი ისე უყურებს და ძალიან მსუბუქად, ძალიან უპასუხისმგებლოდ, ანუ თქვენ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გქონდათ ამ ურთიერთობაზე, რასაც ვერ ვიტყვი ამ ადამიანს და სწორედ ეს აღმოჩნდა პრობლემა თქვენს ურთიერთობაში, რომ ამ ადამიანმა ვერ შეძლო ახალ ეტაპზე გადასვლა, ან რომ გადაეყვანა ეს ურთიერთობა ახალ ეტაპზე და თითქოს ბავშვურად მოიქცა. რა იქნება თქვენს შორის? მეგობრებო, თქვენ შორის აქ ცოტა მეტი დრო, თქვენ რაც ჩაიფიქრეთ, იმაზე მეტი დრო ჭირდება ურთიერთობას, რომ განვითარდეს. არ ვამბობ, შეიძლება კომუნიკაცია იყოს თქვენ შორის, შეიძლება შეხვედრაც მოხდეს, მაგრამ რაღაც ბარიერებს დაუწესებთ ერთმანეთს. აი რაღაც ბარიერს დააწესებთ, რის იქითაც პარტნიორს არ მისცემთ უფლებას, რომ თქვენ სივრცეში შემოაღწიოს. პიროვნულ სივრცეს გულისხმობ და არა ზოგადად. შეიძლება ერთადაც იყოთ, მაგრამ მე კიდევ ჩავშლი ამ საკითხს, იქნება აუცილებლად შეხვედრა, შეიძლება თუ მანძილზე ხართ ჩამოსვლა იყოს ამ ადამიანის ან თქვენი, მაგრამ მეგობრებო, ეს ცოტა შორ პერსპექტივაში ჩანს. მოდით ასტა შევცვალოთ. ნათელმხილველის დასტას დავამატებ. მოდით ნახოთ, რა იქნება თქვენ შორის მომავალში, უახლოეს მომავალში, რა იქნება თქვენ შორის, როგორ განვითარდება ურთიერთობა მომავალში. თუ ეს ადამიანი, მეგობრებო, რაღაც ეტაპზე შორიდან გადევნებთ თვალყურს და ზუსტად ვიცი, რომ გადევნებთ, გითვალთვალებთ, ერთგვარად აკვირდება სიტუაციას ახლა და ამჟამად, მას ძალიან დიდი გრძნობების ამოფრქვევა ექნება თქვენს მიმართ, შემოაწყვება ის ემოციები, მონატრება და აუცილებლად მზის არკანით ბედნიერად დაგვირგვინდება აი ეს ყველაფერი. მოდი ვნახოთ, ვინ გადმოდგამს პირველ ნაბიჯს ურთიერთობის ასაწყობად.
ინიციატორი ვინ იქნება ურთიერთობის განვითარების თქვენ შორის? მეგობრებო, შეიძლება თუ ამ მამაკაცს სხვა ოჯახი ყავს ან სხვა ქალი ყავს პარალელურად, აი იქ დასრულდება მისი ურთიერთობა და ეს ადამიანი წამოვა იმ ურთიერთობიდან, სადაც ვეღარ იღებს ემოციებს, ვეღარ იღებს აი იმ ყველაფერს, რაც მას სურს, რადგან იქ არც გრძნობებია და პასუხისმგებლობებია მხოლოდ და შეიძლება ეს ადამიანი გათავისუფლდეს არასასურველი ურთიერთობისგან და ამის შემდეგ ეს ადამიანი იქნება ინიციატორი და თვითონ ეს სიტუაცია იქნება ინიციატორი, რომ თქვენ ახალ საფეხურზე გადაინაცვლოთ. რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? შემოგთავაზებთ მეგობრებო სტაბილურობას, მას შემდეგ რაც გამოვა ცოტა ფინანსური კრიზისი აქვს, როგორც ჩანს ამ ადამიანს, გააკეთებს არჩევანს, აირჩევს საკუთარ საქმეს, რამოდენიმე საქმე აქვს დაწყებული ამ ადამიანს იმისთვის, რომ ფინანსები მოიძიოს და ეს ადამიანი შემოგთავაზებთ როგორც კი ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს სტაბილურ ურთიერთობას. რჩევა თქვენთვის. რჩევა თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ აი ამ სიტუაციაში. მეგობრებო, აი ამ სიტუაციაში თქვენ თავს ეწინააღმდეგებით, გაგიჩნდებათ ერთგვარი წინააღმდეგობა, თქვენ საკუთარ თავთან დაგღლით, ეს ძალიან მინდა გითხრათ, აი და რჩევა არის ის, რომ მოიშოროთ წარსულის შიშები, გათავისუფლდეთ მენტალური შიშებისგან, რომელიც შეიძლება წარსულმა გამოცდილებამ დაგიტოვათ და ეს შიშები არის მხოლოდ თქვენს გონებაში, რეალურად საშიშროება არ არის და ტარო გირჩევთ, რომ გათავისუფლდეთ აი ამ წარსულის შიშებისაგან და რჩევა კიდევ თქვენთვის. მეგობრებო, თუ ეს ადამიანი თქვენ მოგწერთ, ან შეხვედრას გთხოვთ, თქვენ აუცილებლად უნდა გახვიდეთ კომუნიკაციაზე, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პოტენციალი, რომ იყოთ ბედნიერი. აქ შეიძლება ინტერნეტით იყოს თქვენი კომუნიკაცია და აი ამ სიმარტოვიდან გამოხვიდეთ, ვინც ალბათ ახლა ხართ განდეგილის პოზიციაში და თქვენ გელით აი ამ შემთხვევაში დიდი წარმატება და გამარჯვება, თუ თქვენ აი იმ შიშებს და ემოციებს დაძლევთ და გაახვალთ კომუნიკაციაზე და თქვენ შორის შედგება ჯანსაღი საუბარი, როგორც ორ ზრდასრულ ადამიანს შორის. მე კი თქვენ დიდ წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით დიდი სიყვარულით, დროებით.